მარტივად რო თქვა. მე არ მაინტერესებს ჯამთელი ბავშვები. პასუხი იყო ეს და მეტი არაფერი. რა მოხდა 3 წლით გვიან თუ ჩაჯდებიან ეთლში. უვლიათ ეთლით რომელიმეს ეთლით 2 დღე მაინც უვლიათ მით უმეტეს ისეთ ქალაქში როგორც თბილისი ან რეგიონებში. ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა და არა მარტო იმას ეს წამალი შეიძლება ვერ გამკურნოს, მაგრამ იმდენად მაღლად აწევს ცხოვრების ხარისხს აი ამ ბავშვები არიან დიახ, იმიტომ რომ ალბათ ყველამ ვიცით და დასამალი 25-30 წელიწადია კაი შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა და ამ მედიკამენტების ახალი თანამედროვე მედიკამენტების გამოყენება გვაძლევს საშუალებას რომ ეს სიცოცხლის ხანგრძლივობა გავზარდოთ და რაც თავარია სიცოცხლის ხარისხი იყოს მაღალი. ყველაფერში იყვნენ ჩართულები მაქსიმალურად და ერთი ჩაჯდეს და ეთლით იაროს 2 დღე არ მინდა თბილისში არა მიუნხენში იაროს სადაც ყველა პირობებია რამდენად რთულია ეს და რო იცი არ ვერასდროს ვეღარ ადგები მოდით ამას უყუროთ რომ ყველაზე ძვირფასი რა არის ყველაზე ძვირფასი ეს არის ჯამთელი თაობა ეს არის ადამიანის სიცოცხლე და არა აქვს მნიშვნელობა ახლა ერთ მედიკამენტზე ვისაუბრებთ რა ფასი აქვს ამ მედიკამენტს თუ ის ადამიანის სიცოცხლეს გაახანძლივებს და გააუმჯობესებს აქ ფაზზე საუბარი არ უნდა იყოს და ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სარჯველაძეებმა რა იციან რომ მიიღონ გადაწყვეტილება აი ეს არის პრობლემა რომ მუდმივად ვეჯახებით სიტუაციას არაპროფესიონალიზმის და არახუმანურობის და არაადამიანობის დიახ პასუხი იყო რა თქმა უნდა ამათი მამამარჩენალის ის რომ მე სულ არ მაინტერესებს ამ ბავშვების ჯამთელობა. ეს არ არის პრიორიტეტული. ეს არ არის პრიორიტეტული. ჩვენ საუბრობთ ფულს ვერ გავაკეთებთ ალბათ. არ გამოვრიცხავ რომ ისაც იყოს ახლა. ჩემ გამთქვი, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ აქ ფული არ კეთდება. პლუს ამას ეს არ არის იმ რაოდენობის აუდიტორია, რომელიც ხმებში გარდაიქმნება რაღაც ეტაპზე. 80-მდე გათვალისწინება რომ ამ ადამიანების მიმართ ძალიან ბევრი მოქალაქეა სოლიდარული. სრული ნუსხაც არ აქვს. რამდენი სია, რამდენი ყავს. 80-მდე ესეც 80-მდე. ესაც ამ მშობლებმა შეაგროვეს. ძალიან ძლიერი, ძალიან კარგად შეკრული მშობლები არიან ამ პაციენტებს, ვინ დასნეულებული ამ ძიმე დაავადებით. ამიტომაც რა თქმა უნდა რა პრიორიტეტია არ გააჩნია იგივე ალბათ აქონდროპლაზიაზეც გახსოვთ ზუსტად იგივე ფრაზეოლოგია რაში უნდა დავხარჯოთ ფული ხო და ვინც ამას იძახდა ახლა კი ზის შესაბამის ადგილას ჩასვეს და ახლა მინისტრს მიაყოლებენ ყოფილ მინისტრს ალბათ ხო და არ შეიძლება როცა როგორ გითხრათ არ არის ბავშვის ჯამთელობა ადამიანის ჯამთელობა ეს არ არის ფეხსაცმელი დღეს თუ არ ვიყიდი ხვალ ვიყიდი არ არის მას ეს არის პრიორიტეტი ადამიან შობლების მომენტი რომელიც უფიქრობს რომ მე რო ფული მქონდეს მე ხო ბავშვს გადავარჩენდი გესმით რამხელა ზნეობაზე საუბარი ამ ხელისუფლებაზე უბრალოდ აზრი არა მეორე მხრივ ირკვევა რომ მინისტრმა კითხვა რომ იქ არის საუბრები და რაღაც თანხაც დაასახელა რაც ჯდება ამ წამლების შემოტანა მაგრამ არც მწარმოებელზე იყო დაკონკრეტება არც რა ტიპის გადახდა სითხოვს თქვათ მწარმოებელი რამდენი შემთხვევაში და ეს ელემენტები არ არის გამჭვირვალე ანუ ვის ესაუბრებიან როდიდან ესაუბრებიან რა შედეგებზე შეიძლება გავიდნენ ეს არაფერი ვიცით ჩვენ სამაგეროდ ვიცით რომ კონკრეტული მწარმოებლები მზად არიან მოლაპარაკებისთვის მათ შორის ფასზეც მათ შორის საექსპერიმენტო ნაწილში ბავშვების უფასოდ ჩართვაზეც ნახეთ ჩვენ ასთან გვაქვს იშვიათი დაავადება ქვია ამას რა არის იშვიათი დაავადება იშვიათად ხდება ამიტომაც აქ მომხმარებელი დიდი არ არის და მედიკამენტებზე მუშაობა ძალიან დიდი თანხა ჯდება აი ეს კომპანია ელვიდისი რომელიც შეიმუშავა 3 კომპანია მუშაობდა იმიტომ Pfizer-მა მარტო ვერ შეძლო და მე იმ ძირითად კომპანიას ეხმარებოდა ხო გესმით ეს არის ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული ბაზარი არის პატარა მცირე ამიტომაც წამოვლენ ყველაფერზე წამოვლენ იმაზე საექსპერიმენტოდ არ იმუშავა შეიძლება იყოს ესეთ მოლაპარაკება იტალიელები აკეთებენ ხშირად არ იმუშავებს არ გადამიხადო და სხვათა შორის ეს კომპანია რომელიც გივინოსტაც უშვებს ზუსტად იტალიური კომპანიაა და რო იძახიან ახალი გამოშვებულია ეს მედიკამენტიო იტალფარმა ეს გიგანტი კომპანიაა გიგანტი კომპანია 2000 წლიდან დაიწყო მე-20 საუკუნის ბოლოდან დაიწყო ამ მედიკამენტზე მუშაობა რო იძახიან დიახაც და დაჭირდა სადღაც 20 წელი მეტი იმისათვის რომ უკვე FDA-ს და
ევროპის მედიკამენტების სააგენტოსაც მიიღო. უკვე 17 ქვეყანამ მოლაპარაკება დაიწყო და მალე მიწოდება არა მარტო ევროკავშირის ქვეყანა, ისეთ ქვეყნებიც ალბანეთია, როგორც ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთია. იმათმაც კიდევ მოლაპარაკების დაწყება აუცილებელი. აქ როგორ უნდა ვიმუშაოთ, ხო? საინფორმაციო რიგში ინფორმაციის მიწოდება. რა პრობლემა გახდა პრემიერ-მინისტრმა კვერცხებს რო არსდიოს და 9 კილოგრამ ხორცს რო შეხვდეს სამშობლებს. რამხელა მნიშვნელობა აქვს. ეს ცალკე საკითხია, ეს ცალკე საკვლევი თემაა, მე მგონი რა ტიპის რა კატეგორიის არახუმანურობაში გადის ეს. ნუ ერთი ორს თქვა კიდე მოეკითხება და ეხლა რა თქმა უნდა, გიათ საგარეიშვილს ნუ შეახვედრებს, მაგრამ კვირაში ერთხელ შეხვედრა იყოს. მშობლებს შეიძლება ყველა მშობელს შეხვდეს, შეიძლება რაღაცა მშობლებმა გამოყონ ინფორმაცია აი თქვა აი ამ კომპანიასთან ვმუშაობ. მაგრამ იმ ქვეყანებში სადაც გამოიყენება მშობლების 5 კაციანი 10 კაციანი დელეგაცია წაიყვანო ნაჩვენო აბა რა ხდება რა რისკები მოსდევს ამ ყველაფერს რომ ადგილზე ნახონ და ამ მშობლებმა იგნორ ქვეყანა მაგაზეს რუნავს რომელ კომპანიებთან მიდის კაი ნუ ჩაახედებენ ფინანსურ ნაწილში მაგრამ რომ მიდის მოლაპარაკება რას თავაზობენ როგორ პირობებს თავაზობს ეს კომპანიები გინდა ის კიდათ ეს იტალიური კომპანია იყოს, კიდე შვეიცარიული ამერიკული კომპანია იყოს, რას თავაზობენ? მშობლები 2 წელია მშობლები უკვე ამ თემაზე მუშაობენ. მაშინ დავინტერესდი იყოს უკვე დოკუმენტირებული. მაშინ დავინტერესდი ახლა მე არა ვარ გენეტიკოსი და არა ვარ ამის სპეციალისტი, მაგრამ და ყველაფერში კი არ მინდა არასდროს ვიყო პრემიერ-მინისტრი კი ყავს ყველაფერში ერკვევა ეს კაცი და ამის კიდევ ამბობ რომ ეს უკვე მუშაობს და ეს მედიკამენტი ყველას ვერ მოარჩენს ეს არ არსებობს მედიკამენტი რომ ყველა რომელიმე მედიკამენტი და გვერდითი მოვლენები აქვს ასპირინის ინსტრუქცია იყოს მინისტრმა ეგრეთ წოდებულმა იცით რა მხელა გვერდი რამდენი გვერდითი მოვლენა მოყვება და გართულება ასპირინს წამა მედიკამენტი რომ 1891 წელს იყო გამოგონებული რას ქვია მედიკამენტს ყველას აქვს აი ნახეთ ელევიდისი და თქვათ გივინოსტატი თუ შენ გამოიყენებ გენური ინჟინერიის გამოშვებული ელევიდის მე ვეღარ გამოიყენებ გივინოსტატს თავის შეზღუდვები აქვს მაგრამ ამას მუშაობა უნდა სად მუშაობს თქვათ იგი და ელევიდისი იქ არის შეზღუდვები გენოტიპია შესასწავლი რომ გენის რომელი ნაწილია დაზიანებული იმაზე უნდა ესე ადვილად დავიწყოთ მუშაობა საინფორმაციო სტრუქტურა რომ მშობლების საქმის კურსში იყოს ბავშვების ვინც არიან არსებობს ამბულატორიული და არა ამბულატორი ვინც ვეღარ დადის იმას არა ამბულატორს ეძახიან იმათი შესწავლა იმათი გენოტიპის შესწავლა რომელი მედიკამენტები მოუხდება ამიტომ ესე არ არის რომ ავიღოთ და ყველაზე ძვირიანი შემოგვიტანოთ თუ უშველის შეიძლება ვერ უშველოს ეს პროცესი უნდა მიდიოდეს იმიტომ დრო არ დაუკარგოთ აქ დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აი მოწერილ წერილში ჩვენ ვკითხულობთ რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რომ სპეციალისტები შესაძლებლად მიიჩნევენ რომ ელევიდისის საბოლოო კვლევებში ქართველი პაციენტები ჩაერთონ ეს რამხელა შესაძლებლობაა და ამას პასუხობენ ჩვენ ფორმულას რომ ჩვენ ვსვამთ კითხვას ამიტომ ელევიდისი ყველაზე ოქროს ინიექციას ეძახიან ერთი კეთდება სულ ერთი 3 მილიონამდე დოლარამდე და მე რა თუ ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ ადბავს დავხარჯოთ რა 30 მილიონი დოლარი არ არის პრობლემა აგერ მარტო ყოფილ პრემიერ-მინისტრმა მოუღეს მაგდენი და რა პრობლემა ნახეთ ეს თვითამხელა შემოთავაზება ეს თუ ეს რეალურად არსებობს და ახლა არსებობს ალბათ ვინაიდან არის ამ მედიკამენტების თუ შემოგთავაზეთ რომ ჩავთავთ თან უფასო აი აქ მინდა დავაზუსტო ეს თინა ტურძელაძეს უთქვამს ამ პროცესში ჩართულ პირს რომ ეს ჩვენ ინფორმაცია ჩვენ ვესაუბრეთ გივინოსტატის წარმოებელს ის თავის პოზიციაზეა და ისიც მზად არის პროცესის დაწყებისთვის თუმცა აი ეს კვლევას ჩართვის თემა შესაძლებლობის მასშტაბმა მე პირადად მოქალაქეობრივად ძალიან კიდევ ერთხელ აღმაშფოთა სოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული წამალია ეს. ყველგან ასეთი ძვირიანი წამალი ერთი ძალი ინიექცია არ არსებობს სოფლიოში. ოქროს ინიექციას ეძახიან და როცა თავაზობენ ესეთ რაღაცას და რა თქმა უნდა მშობლებს პაციენტებსაც უნდა აუხსნათ მით უმეტეს თუ 18 წელს ზევით არიან ზოგჯერ თავს იკავებენ ზოგჯერ უკეთებენ უნდა აუხსნათ რა რისკები მოყვება. ვანაცვლავის ოპერაციას რო იკეთებს ადამიანი იმას აწერიდებენ ხელს რომ ამ ოპერაციას მოყვება შესაბამისი რისკები და მე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მაგრამ ამ შანსს ნუ დაუკარგავთ რა. ჩვენ ახლა დღეს ხომ ვესაუბრეთ ერთ-ერთ წარმოებელს ხომ კიდევ ჩვენს გარდა სხვაებიც ესაუბრებიან მშობლები არიან ხაზზე და ასე შემდეგ. ვუბრუნდებით უკან ეგრეთ წოდებულ ჯანდაცვის სამინისტროს. ვეუბნებით რომ აი ესეთი არის პასუხი და
თქვენ რა სიტყვით ამ პასუხზე და პასუხობენ ასეთ რამეს, რომ მინისტრმა სარჯოლაძემ ყველა დეტალის შესახებ ინტერპელაციაზე უკვე ისაუბრა და დამატებით სათქმელი გენიალური პასუხი. სარჯოლაძის კი არა ამ ხელისუფლების ტიპიური პასუხია. რაზე ისაუბრა? დამთავრდა, ჩაკეტა, თემა არის ჩაკეტილი, დასრულებულია. დასრულებული ამაზე, მაგრამ კიდევ ამ გაიხსენოს ილია ღუდუშაურის ამბავი. და აზარაშვილის ამბავი ზუსტად იგივე აქონდროპლაზიით და როდესაც გამოდიოდა კიდევ მინისტრის მოადგილე გვარსახელს არ ვიტყვი ახლა ჩვენო ჯერ უნდა დავაკვირდეთო რა შედეგი ექნება იცით რა კაი შედეგი აქვს ამ ბავშვებს მე თვალყურს ვადევნებ აი მიხარია რა 11 სანტიმეტრიანი ზრდაც კი აქვს ზოგიერთებს ყველას ვერ უშველა და ეს არავინ არ გაძლევს 100%-იან გარანტიას მაგრამ იცით რა კაი შედეგები აქვს ზუსტად ამის წინა მინისტრი ამტკიცებდა რომ აში უნდა დავხარჯოთ ფული და მე რაში ხარჯავდნენ კარგად ვნახეთ ჩვენ ხოდა ზუსტად პასუხი რომ ჩვენ ამაზე თემაზე დავხურეთ და იცით რა არის სხვებიც ხომ მოითხოვენო სხვა იშვიათი და ეს ცალკე საკითხი ხოდა არა ნახეთ ახლა იმიტომ კი არა რომ ლელოს 2020-ში და 24-ში ჩვენ ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი ავტორი ლელოსი მე ვარ მარტო მე არ და გვიწერია რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე რომ იშვიათი დაავადებები უნდა იყოს დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან იმიტომ იშვიათად ხდება ძალიან ძვირად ღირებულია მაგრამ შეკითხა რომ მივწერე რამდენი ყავს იშვიათი დაავადებები და რამდენი ბენეფიციარი ყავს ანუ პაციენტი პასუხი ვერ მივიღე არ ვიცი და იმიტომ კი არ მივიღე რომ დაეზარათ უბრალოდ არა აქვს ამაზე პასუხი და კიდევ ამბობ ყველა თუ ქვეყანა ქვია იმას და თავის პატივს იმიტომ ვერც სადაზღვევო კომპანია ვერც ვერავითარი ფონდები ვერ უზრუნველყოფენ ამ ესეთი ადამიანების ჯანმრთელობის რაღაცა დონეზე და ამიტომაც ყველა იშვიათი დაავადება ეს ერთ დღეში ვერ მოხდება მაგრამ ამას მუშაობა ჭირდება გარკვევა რა გჭირდება რომელი გჭირდება და მედიკამენტები სულ ახალი შემოვა და ამაზე უნდა ვიზრუნოთ ბაჭით მოდი ტიტასტრეპტოციდს იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა მაშინ მოდი დაუბრუნდით ესე ეძახდნენ ტიტასტრეპტოციდს და ატომ ვიყენებთ თანამედროვე ანტიბიოტიკებს ისაც მუშაობდა რაღაცა მედიცინა არ ჩერდება ფარმაცია არ ჩერდება ახალი დაავადებები ჩერდება და ახალი მედიკამენტები და ჩვენ ამას უნდა დავეციოთ და მით უმეტეს როცა ახალგაზრდა ადამიანების ბავშვების ჯანმრთელობაზე არის პერსპექტივა თქვენ როგორ ფიქრობთ ადამიანებს მართლა ყოველდღიური პრობლემა აქვთ ძალიან რთულია ხა ამაზე საუბარი მაგრამ მშობლები თვითონ საუბრობენ როგორ ხედავენ როგორ უახლოვდებიან მათი შვილები რთულეს მდგომარეობას და ეს დაავადება იმითია რომ აბსოლუტურად სრულ გონებაზე ხარ გძნობ რომ ვეღარ სულთქო ბოლოში ზიანდება სასულთქი და ვეღარ სულთქო და აქვს პერსპექტივა აი ამ პირობებში აი ამათ პირობებში მე ატომგაც არ ვიცი დარწმუნებული ვარ ესეინც უკან დაიხევე თუ საზოგადოება რა თქმა უნდა მშობლები მეც ახლა ჩამოვედი და ვეცდები მაქსიმალურად მაგ გვერდზე დავდგე რაც შემიძლია ჩემი მხრიდან ისი გაკეთება შეიძლება გაჟღერება საუბარის რაღაცა უცხოელებზე გასვლა მაგრამ აქ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე სამწუხაროდ ეს საკითხი ვერ გადაწყდება მაგრამ მე მაგ რაღაც არ წმენდა რომ აქაც გაჩნდება რაღაცა ნაპერწკალი იმისი რომ ბავშვი ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე 3 წლით რო გაუხანძლიოთ ესიც დრამხელა ამბავი მაგრამ რას იზრდება? სამწელზე არ არის ოღონდ აქ საუბარი, გაცილებით მეტზეა საუბარი. და ამასობაში თქვენ თქვით რომ ფარმაცია წინ მიდის და ამ წელიწადში და 5-ში და 3-ში შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს ბავშვების. 1998-დან დაიწყო ამ იტალიურმა კომპანიამ გივინოსტატზე მუშაობა. 25 წელია ამ მედიკამენტზე მუშაობენ. ეხლა გაიტანეს, იმიტომ რომ ეს ამ თავის ჯანდაცვის სამინისტროს ტიპის კანტორა ხო არ გონიათ FDA და ევროპის მედიკამენტი. იქ იმდენად სკრუპულოზულ შემოწმებას გადის ყველა მედიკამენტი, მით უმეტეს მედიკამენტი როცა $3 მილიონ აფასებ. ხო გესმით რა გაიარა და როგორ გაიარა. და მედიკამენტს კიდევ ამ რო არ კონდეს კატაბალახასა აქ გვერდითი მოვლენები და ბევრი გვერდით ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ვინ არიან ეს ჩვენ ვინ აკვირდება აი ის ხალხი ხო აქ შემოდის ძალიან მძიმე თემა სპეკულაცია აი თქვენ გეტყვით ახლა რომ რო გიყურებდეთ ვინმე რიგითი წარმომადგენელი პროპაგანდისტი გეტყვით რომ სპეკულირებთ აი პოლიტიკოსები სპეკულირებთ ბავშვების ჯანმრთელობით პლუს თქვენ კი არა ოჯახებს უთხრეს
რომ რაღაცა ტიპის ინტერესი არსებობს ამ წამლების შემოტანის. ეს პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა ჯანდაცვის და ოცნების მინისტრმა. აი ამ მოცემულობაში საერთოდ კითხვას რომ ვსვამთ, რომ რა შეიძლება მოხდეს უკვე ალბათ არ ვიცი რამდენად ადეკვატურები ვჩანვართ, მაგრამ საზოგადოება მართლაც ყოფილა გააკეთოს დასწავლებული ბავშვები ზუსტად იგივეს მეუბნებოდნენ. ზუსტად იგივეს და შედეგი ხომ აქაც არის შედეგი. მე არ მესმის რატო თურმე იტალიის მთავრობა, გერმანიის მთავრობა იმათ არ უყვართ თავის ბავშვები. და ჩვენ გვიყვარს და ჩვენ უფრთხილ. მშობლებს არ უყვართ. მშობლებს არ უყვართ, არა სიკვდილი. სარჯველაძეს უყვარს. სარჯველაძეს უყვარს. ადამიანმა რომელმაც ალბათ ცოტა პოლიტიკაში გადავიდა, რომელმაც თქვა რომ ეს ავანტყოფი ოპოზიციაო, დამთავრდა მისი ჯანმრთელობის მინისტრმა. ავანტყოფობა აღიარა, ავანტყოფობა წარმოიდგინე როგორც რაღაცა უარყოფითი და ცუდი. აი ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, სალანძღავი სიტყვა, ეგრეთ წოდებულა ჯანდაცვის მინისტრი, მაგი არ არის ჯანდაცვის მინისტრი. მე არ დამავიწყდება, მაშინ ისე უბრუნდები 2 წლის წინამდე აკონდოპლაზით ბავშვი, როცა მშობლებმა სთხოვეს, მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე იყო უფლების ადამიანის უფლებათა და დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. არ შეხვდა მაშინ. ვის მოვიდა აზრად მაგ ადამიანის დანიშვნა ჯანდაცვის. მადლობა. საინტერესო საუბრისთვის ჩვენ ერთად მოგვიწევს კიდევ არაერთხელ ამ თემაზე საუბარი. და მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მშობლები და საზოგადოება აუცილებლად მივახცევთ იმას და ზუსტად 1 წელიწადში თუ რაღაცა პერიოდში ვიტყვით, ნახეთ რა კარგი შედეგი.